გამარჯობა, ეს არის მე-5 ეპიზოდი დიაგნოზ მიღმა და მე ვარ მისი წამყვანი ანა ჩირაძე. ჩემთან ერთად ამ პროექტს უძღვება გაფანტული სკლეროზის ფონდის ხელმძღვანელი ქეთი ვარსიმაშვილი. ქეთი, როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხარ? მეც ვარ ძალიან კარგად და იმიტომ ვარ კარგად კიდევ რომ დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. თემურ გელაშვილი, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საოცნებო პროფესიის მქონე. DJ. კი ბატონო. გამარჯობა თემო, როგორ ხარ? გამარჯობა თემო. როგორ ხარ პირველ რიგში? იდეალურად, ძალიან კარგად, მიხარია თქვენს პროექტში რო ვიყრებ მონაწილეობას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენს არა, თქვენს და ჩვენს მაყურებელს, რომელიც მე მგონი საკმაოდ დავაგროვეთ ამ ეპიზოდების პერიოდში. და ძალიან საინტერესოდ მიდის ეს პროექტი, მე ასე ვფიქრობ და ჩემი აღმოჩენა იყავით თქვენ, როცა რაღაცა Facebook-ზე, ჩვენს გვერდზე დააკომენტარეთ რაღაცა და მე ეგრევე გამოგეხმაურეთ, რომ თუ შეიძლება დაგიკავშირდებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო პროფესია არის ჩემთვის საერთოდ DJ-ობა. ყოველთვის მინდოდა და ვერასდროს ვერ მივაღწია და ვერასდროს ვერ მოვიცალე იმისთვის ეს რომ გამეკეთებინე და მოდი სანამ გადავალთ ამ თქვენს პროფესიაზე, მოგვიყევით რა რისთვისაც ვართ ჩვენ აქ შეკრებილები დიაგნოზ მიღმა ცხოვრებაზე, ანუ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი თქვენ როდის გაიგეთ? და როგორ მიიღეთ ეს ძალიან რთული მე მგონი დიაგნოზი, მაგრამ ეხლა სახეზე გვაქვს რომ თქვენ ხართ DJ, თქვენ ხართ წარმატებული ადამიანი, რომ ორი სიტყვით მოგვიყვეთ. დიაგნოზი დამიდგინდა 2021 წლის 16 აპრილს. ანუ სულ ახლა ხან? დიახ, რამდენიმე წლის წინ. მანამდე მქონდა გამოვლინებები. გამოვლინების პერიოდი იყო ჩემი აზრით საკმაოდ რთული. ეს მოხდა 2020 წლის ოქტომბერში. თამაშობდი ფეხბურთს. ვემატებოდი ჩემი სოფლის გუნდს, თბილისიდან ჩავდიოდი ხოლმე, ქართლის ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას და ფინალის კვირას ამტკივდა მკლავი და სურდოსავით ვიგრძენი გაციება. ეს იყო სამშაბათი დღე. შაბათს ქონდა ფინალი და ვიგრძენი რომ საერთოდ ენერგია არ მქონდა ძალა. ვერ მოძრაობდი, ვერ დავბოდი. და გუნდს განუცხადე რომ ვერ გეხმარებით რა, ეხლა ფინალში აუცილებელია მეტი ღონის დახარჯვა. ასე რომ თქვათ, რჩევა იყო რომ გაიყინათ კუნთი ცოტა ხნით მაინც. ანუ ეგონათ კუნთი. ხო, კუნთი გვეგონა არაფერი. კუნთის გაყინვის შემდეგ 15 წუთის შემდეგ უფრო გართულდა მდგომარეობა და ფინალი გამოტოვე, საბედნიეროდ მოვიგეთ. თასით ამაწევინა გუნდმა მე. და რამდენიმე დღის შემდეგ, 3 დღის შემდეგ, სამშაბათს უბრალოდ ვისხედით აივანზე და ერთ მოვასწარი მე თქვა რომ ვაიმე ცუდად ვარ, წყალი მომაწოდეთ და დავეცი, გავითიშე. ეს იყო 2020 წელი. 2020 წლის ოქტომბერი იყო, ეს 13 ოქტომბერი იყო. აღნიშნავ ხოლმე ამ ორ თარიღს ჩემ დაბადების დღესთან ერთად. და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა ეს შეტევა. ორჯერ გამიმეორა, მოვედი გონს და ისევ დავეცი და თან იყო გაუსაძლისი ტკივილი მთელს სხეულში. წაგიყვანეს ალბათ ჰოსპიტალში, ხო? კი, სასწრაფო მოვიდა. თავიდან ეგონათ რაღაცა გაურკვევლობა იყო და ვერაფერი ვერ გაიგეს და პირაპირ სისხლის ანალიზი უნდა აიღოთ ადგილზე, მაგრამ უარი გამოცხადე, იმიტომ რომ უნდა შემესუნთქა, ასე რომ ვთქვათ და ვერ სუნთქავდი რა. გადამოყვანეს სასწრაფოს მანქანაში, იქ მომცეს ჟანგბადი და ჟანგბადის მოცემიდან ვიგრძენი მთელს სხეულში, როგორ ავიდა ჰაერი თავში და როგორ ჩავიდა ფილდში. და შემდეგ გაიხსნა ფილდი უკვე. ეს გამოვლენა იყო პირველი ჩემი აზრით ის პირველი, როცა უკვე გაგაცნოთ თავი ამ დაავადებამ. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი არაფერი თუ რა იყო ეს. როდის მიხვედით დიაგნოზამდე? ეს იყო 2020 წელი, ოქტომბერი და დიაგნოზი როდის დაგისვეს და რითი? დიაგნოზი დამისვეს აპრილში 21-ში უკვე. იყო ესეთი მომენტი, რომ მარტში დამეწყო განმეორება. ისევ ფილტუზე? არა, ფილტუზე არა. გავიკვიძე და ვეღარ გავიარე. თქვენი რეაქცია აი ამაზე, რომ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაგისვეს. აი რა ემოცია გქონდათ, რომ რა ხდება? არავის არ შევაშინებ, მაგრამ მოვკვდი სულიერად, ემოციურად, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
მთელი ღამე გავატარებ ფიქრში. ვინმე თუ გაუზიარეთ? არა. მარტო იყავით? მცდელობა მქონდა, არა, მარტო ანუ ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ არა, თქვენ თავთან მარტო იყავით, ოჯახს არ უთხარით? ეს ხელოვნება არ მინდოდა, რომ ვინმეს შეიმჩნი, იმიტომ რომ ისედაც, როდესაც დამიდგინეს გაფანტული სკლეროზი ტომოგრაფიით, მახსოვს დედას განწირული თვალები და ეგ ისედაც იმდენად უხონო იყო, რომ მაშინ მივხვდი, რომ ესე იგი რაღაც ძალიან სერიოზული მჭირდა რა. თუმცა, ჩემი აზრით, მსოფლიო რეკორდი მაქვს მოხსნილი. ეს დაავადება 9 საათში მივიღე ჩემად და გადავლახე 9 საათში. ოჩახ, კილოცავ. ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული. და მეორე დღეს რო გავიყვიძე, ვიყავი სრულიად შემართებით. დაიწყე თანაც ცხოვრება ამ დაავადებასთან ერთად. კი, მოყვები მაგასაც როგორ გადავლახე. აუცილებლად. ანუ მთელი ღამე გავატარებ ფიქრში. უკვე ამ მარტიდან აპრილამდე იმდენად დამძიმდი, რომ ძალიან მიჭირდა ან მოძრაობა, ან სიარული, ან თუნდაც სხეული იმდენად ქონდა კათიშული, რომ საწოლიდან ადგომა ძალიან მიჭირდა, ან ვინმე მიხმარებოდა ხოლმე და გამთენია იყო, სადაც 6 საათი, მინდოდა წამოდგომა, მაგრამ ვერ შევძელი წამოდგომა. გადმოვედი საკუთარი სხეული გადმოვიტანე მიჯნას, საწოლისას და პირველი მსვლელობით ვერ წამოდექი, მეორე მსვლელებისას ვერ წამოდექი და გონებაში მიდის ესეთი მომენტი. თემო ადექი სანამ მოკკლა და დიაგნოზის სახელი დამოუწყდა. ისე ინტერესოა. ამ მომენტში გამეღიმა, გამეცინა და დავიწყე ჩემს თავთან საუბარი, რომ ეს დიაგნოზი ქონდა გუშინაც ერთი თვის წინ, 1 წლის წინ, შეიძლება 3 წლის წინაც ქონდა და არ იმჩნევდი, აქენ გამომდინარე და მიიღე რომ გააქვს ეს დიაგნოზი და სულ არ დაუწყო ბრძოლა შენში იყოს და იმეგობრეთ. და ეს არის ჩემი სუპერ ძალა. ანუ მე დაავადება არ მაქვს, მე მაქვს სუპერ ძალა. სუპერ ძალა. მე მაქვს გაფანტული სკლეროზი. მოერიეთ, ადექი? პირველივე ჯერზე ავდექი, გავედი. ესე იგი, რამხელა ძალა აქვს ფსიქოლოგიურ შემართებას და სწორად მიღებას ამ ყველაფრისას. ეხლა ნელ-ნელა უფრო ვწუნდები, მეხუთე სტუმარი ხარ ჩვენ და ისო ახალ რაღაცეებს ვიგებთ და ესეთი რაღაცა რომ შენ თავი დაივიწყე დიაგნოზის სახელი და შენ შეძელი რომ მოერიე. დიახ. ისე ეგეც რა მაგარი რაღაცაა. დაივიწყე და დაგავიწყა. ანუ უკვე ბრძოლა დაიწყე შიგნიდან, რომ მოდი არაფერი არ მჭირს და კიდევ ერთი მცდელობით ავდგები. აი რა შეიცვალა ამ დიაგნოზიდან დღემდე შენ ცხოვრებაში, იმ პროფესიაში, შენი ცხოვრების ხარისხში? აი რა აღმოაჩინე თემა? კარგი კითხვაა, მადლობა. ბევრი რამე შეიცვალა, მინდა გითხრათ. თუმცა შეცვლის მიუხედავად ვცდილობ, რომ ყოველთვის დაუბრუნდე იმ წარსულს, როდესაც ვიყავი ფეხბურთელი, თუნდაც ბევრს მოძრაობდი, ბევრს დავუბრუნდი, დღეს სირბილი ნამდვილად მიჭირს, კი არა, ხანდახან სიარულიც კი მიჭირს ხოლმე. ჩემი აზრით ყოველდღე ვიბადები, იმიტომ რომ გაღვიძებისას 1 საათი ჩემს თავს არ ვეკუთვნი და ყოველდღე თავიდან ვსწავლობ სუნთქვას, საუბარს, შეგრძნებებს, შეგრძნობას, ყველაფერს, ანუ აი ამას ყოველდღიურად გავდივარ და ერთი მხრივ ცოტა ასე რომ ვთქვათ, ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ მეორე მხრივ ვერ გავურბიხარ ამ რეალობას და გიწევს რომ გაიღვიძებ იმ დაბუჟებასთან ერთად, ან იმ შეგრძნებებთან ერთად, რომელთანაც ერთად უკვე 5 წელია ვარ, უკვე ჩემს ყოველდღიურობაში გადავიდა და უკვე ვიცი რომ ან გაივლის ცოტა ხანი, ან ყოველდღიურად ამ ფონით უნდა ვიცხოვრო და გავიდე ფონს. თემო, 21 წელს ჯერ არ იყო ეს მკურნალობა, ხო, საქართველოში ასე უფასოდ ხელმისაწვდომი. თქვენი სახსრებით დაიწყეთ, ხო, მკურნალობა თავიდან? თავიდან ჩემი სახსრებით დავიწყე, მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ამას ვეღარ ავდიოდი და ორი გადასხმა ხალხმა, მეგობრებმა, უცხო ადამიანებმა Facebook-ის ჯგუფებით შემიგროვეს თანხა იმისათვის, რომ 6 თვე გამეხამძლებინა სიცოცხლე.
და ამასობაში ზუსტად მადლობა იმ ხალხს და მადლობა კიდევ მართლა ერთხელ უმეტეს მადლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემი მადლიერებაც მათ და ჩემი პატივისცემა და ამასობაში წამოგეწიათ ეს რაღაცა პროგრამა, რომელიც არის სრულიად უფასო და თუ დაგეხმარათ ეს ჩაერთეთ ამ პროგრამაში, რა თქმა უნდა, ხო? ამ პროგრამაში ეხლა დაუბრუნდით მე საქართველოში იმის გამო რომ არ იყო ჩემს დროს, მომიწია ქვეყნის დატოვება, წავედი სამკურნალო სხვა ქვეყანაში და იქ უფასოდ კურნალობდი. და ანუ აი ამ პროგრამამ რომ არის უფასო, დაგაბრუნოთ თქვენ სამშობლოში და აქ ჩვენი ფონდის შესახებ როდის შეიტყვეთ? საიდან შეიტყვეთ? ისევ და ისევ Facebook-ის მეშვეობით, სოციალური ქსელით. ფონდი თავიდანვე, როდესაც საწყის ეტაპზევე ჩართული ვარ ძალიან სოციალებში, მით უმეტეს გაფანტული სკლეროზის ჯგუფებში და როდესაც დაიწერა ამასთან შესახებ, ძალიან მოხარული ვიყავ. გააქვთ კომუნიკაცია ჩვენი ფონდის წევრებთან? კი. ძალიან კაი გვიხარია. თემო და შენი პროფესია, ეხლა რა პროფესიაც გაქვს? კი. დიჯეობა, როდის დაიწყო? 8 წელი ხდება 3 ივნისს. ეს 2018 წლის 3 ივნისი პირველად რომ დაუკარი. თუმცა იმ პირველი დაკრულიდან დღემდე ძალიან დიდი განვითარება მაქვს და ის პირველი დაკრული და დღევანდელი დაკრული რომ ახსენდება შედარება მეთან მეცნობა ხოლმე. ხო, ნუ განვითარდი რა თქმა უნდა, შენ პროფესიად აირჩიეს და მიყვები ამას და თუმცა მანამდე 11 წელი ღეროed და ვგალობდი. ანსამბლ დინუსში პატამელაზთან, რომელიც იყო გიორგი უშიკიშვილის ანსამბლ ლაშარის წევრი. რა გასახარი ამბავია. ძალიან და აი ეს დიჯეობაზე მაინც აი უფრო ღრმად მინდა. ჩემთვის არის ძნელი პროფესია. ანუ დიდხანს უნდა იდგე ფეხზე, შეიძლება მოგიწიოს ღამის გათენება. ხო, რთული პროფესია არ არის ეს, რომ დაждდე და წიგნი დაწერო ან რაღაცა. როგორ უმკლავდები ამას? ანუ გააქვს ის ძალა. ძალიან მოგიყვარდეს თან. არა, მაინტერესებს აი ძალა. როცა უკრავ ყველაფერი მოვიწყდება, არაფერი არ მჭირს. თავიდან ვიბადები ყოველი სეტის წინ იმ სტრესულ ნერვიულ გარემოს როცა ვგრძნობ გონებაში, ან თუნდაც ფიზიკურად, რა თქვათ, ფეხი ამიკანკალდა, ესე იგი მე ცოცხალი ვარ. და აი ამ შეგრძნებით იწყება ის სიამოვნება და პლუს ხალხის ენერგია და ძალა, რომელსაც ვიღებ მე დაკვირისას, სეტებისას. ეს არის ჩემი მაცხოვრებელი ენერგია და ძალა. რა უცნაური და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან უცნაური დაავადება. მედიცინურად არის აი ესეთი რაღაცნაირი გაწერილი ის, მაგრამ აი რაღაცნაირად აზრობრივად მგონია, რომ უცნაურია, უნდა აი შენ ერევი ამას. იმ საათში სეტი რამდენ საათიანი? 1 საათნახევარი, 3 საათიან სეტში შენ ამარცხებ. წარმოიდგინე, ეს შენ დიაგნოზს ამარცხებ 3 საათის განმავლობაში. კი. არ ვარ მართალი, ხო ვარ სიმართლესთან. დიდ ენერგიას გამოიმუშავებ დადებიც, რომ აი სწორედ ეს შენი დიჯეობის მსვლელობის პერიოდში გმუხტავს ძალიან. კი, და უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებ, ასე გამოდის. გონია რომ კიდევ ერთ ესეც კიდე ჩაატარებ, ხო? და დავამატებ იმას, რომ ენერგიით დამუხტვა იწყება მაშინ, როდესაც ვგებულობ, რომ სადმე უნდა დაუკრა, იმიტომ რომ გონებაში ვიწყებ უკვე ახალი პლეილისტის დალაგებას, ახალი მუსიკების მოძიებას, სხვადასხვა მსოფლიო არტისტთან კომუნიკაციას, რომ ეხლა უნდა დაუკრა ეს ამ ადგილას და რამე ისეთი დაურელეზებელი ტრეკები ხომ არ გაქვთ? რა მაგარია. მშვენიერია. რა მშვენიერია, ძალიან მაგარია. მას მერე თემო, რაც გადახვედი ევროპაში საცხოვრებლად და სამკურნალოდ, აი როდის გაიგე ჩვენი ფონდის შესახებ და ჩვენი უფასო პროგრამის შესახებ, რომ მიიღე გადაწყვეტილება დაბრუნებულიყავი ისევ საქართველოში და აირჩიე ჩვენთან მკურნალობა. 2025 წლის ივლისი იყო, როდესაც ამ პროგრამის შესახებ გავიგე. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ჩემი დაბრუნებისა საქართველოში იყო დედაჩემის დიაგნოზი, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა და
მას სჭირდებოდა ჩემი დახმარება, ყოველდღიური გადაადგილება ექიმებთან თუ საავადმყოფოებში. და მეორე უკვე ლაღად მოვდიოდი იმის გამო, რომ ვიცოდი, რომ აღარ მომიწევდა ბრძოლა იმის შესახებ, რომ საიდან მომეპოვებინა ეს თანხა. ვისურვებდი, რომ პროცედურებიც იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის უფასო და ასევე დავამატებდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზზე ფიზიოთერაპია, სპეციალური მასაჟები, რომელიც ევროპაში უფასო ჰქონდა და საქართველოში ჯერ არ მიმიღია და არც მანამდე არ მქონია მაგის შესაძლებლობა რომ გამეკეთებინა. ანუ საქმე გაქეთი, რომ პრეპროცედურები და პოსტ გადასხმის პროცედურებიც უნდა იყოს სრულიად ხელმისაწვდომი და უფასო ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება, ვისთვის ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივების და შენარჩუნების გზა. დიდეობაში ხო არ გიშლის ახლა ხელს? ახლა არა, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც მთელი სხეული მარცხენა მხარე 100% გათიშული მქონდა და ჩემი მეგობარი დავიყენე გვერდით და ის აკეთებდა ჩემს მარცხენა ხელის საქმეს, ასე რომ ვთქვა. მადლობა შენს მეგობარს. ჩემს მეგობარს. თემო, მე მართლა აი რა ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, შენ რა უნდა დავარქვა, სიმამაცე, ბრძოლის უნარიანობა, სიხალისე, სიცოცხლის სიყვარული, სიტყვა არ მყოფნის. მეხუთე სტუმარი ხარ ჩვენ და მე ვარ აღფრთოვანებული შენით თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა სულ მე რაღაცნაირად მენანება ის ჩემი წუწუნი ან შენი ვიღაცის წუწუნი მეჩვენება რომ უმადურები ვართ ადამიანები. შინაგანი რწმენა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებში როცა ასეთ საფეხურს გადიან. აი შინაგანად როცა მოიპოვებ რწმენას და უმეგობრდები, ამას 100-ჯერ და მილიონჯერ ვეტყვი, როცა უმეგობრდები ნებისმიერ დაავადებას, უფრო მარტივი სამართავია. ასე ვთქვათ, და აი პაციენტები, რომლებთანაც ამ ეპიზოდებს წერთ, თითქმის ყველას უკვე ეს გამოვლილი აქვს, თითქოს ეს ადამიანი, რომელიც გამოცდი უფრო რთულია და უფრო კარგად გესმის და ჩვენ ახლა ცოტა გვერდიდან უყურებთ, შეიძლება ესე ჩვენ მხარდაჭერას უფრო გამოვთქვამთ და გვინდა რომ შეგიმსუბუქოთ ეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავის კანზე გაივლის ამ ტკივილს, ამ ჩავარდნებს, რაღაცნაირად ფსიქოლოგია არ დაეცემა და ფეხზე იდგა. შემართება ექნება ნამდვილად საპატივცემულო. შენთვის არ არის ეს უცხო. შენ გიორგისთან ერთად გაიარე ეს გზა, ბევრი წელი იარე ამ გზაზე და ჩემთვის ცოტა აი სხვა აღმოჩენა არის, კიდე სხვა პატივისცემა და სხვა აღფრთოვნება არის დამიჯერე. ჩემთვის ახალია. რთულია, რაც გავიარე ის გზა, ნამდვილად რთულია, მაგრამ აი ბევრჯერ მე უფრო ფსიქოლოგიურად დამსხვრეულ ვარ ვიდრე გიორგი. აი მას მაინც შინაგანი мотиваცია უფრო მეტი ქონდა და მიკვირდა, ვაღიარებ რომ მიკვირდა. აი ჩემი მხრიდან ალბათ ჩემზე უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა იყო, ემოციურიც იყო ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის ქონდა გაწონასწორებული ბუნება, რაც ძალიან მეხმარებოდა. თემო, მე შენში დღეს დავინახე უაღრესი სიძლიერე და მინდა რომ ადამიანებს შენი აი ამ სიძლიერით, ამ შენი თავდაჯერებულობით, ამ შენი ბრძოლის უნარიანობით უთხრა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ წინ გაიგო თავის დიაგნოზი. მინდა რომ შენ მიმართ. მეგობრებო, ყველას მოგმართავთ, ეს დიაგნოზი არ არის განწირული. თუ თქვენს თავში იპოვით ძალას, რომ წამოდგეთ, მე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი 6 თვე და мотиваციისათვის ავდექი და ავიღე მოტოციკლების მართვის მოწმობა. 6 თვის მერე ჩემი мотиваცია იყოს, რომ მოტოციკლებზე უნდა დამშდარიყავი და დავჯექი კიდეც. ვისთვის რა იქნება мотиваცია, ხო? ასე რომ დაისახეთ მიზნები და შევდექით თქვენს სვლას. ნელა შეიძლება დაგეზაროთ კიდეც, წაბორძიკებით, ბარბაცით, მაგრამ არასდროს არ გაჩერდეთ და უსმინეთ თქვენს საკუთარ სხეულს, იმიტომ რომ ის საკუთარი სხეული ყოველთვის მიგიცემთ იმას, რომ რა ჭირდება თქვენს გონებას, თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას და თქვენს მომავალს უკეთესობისაკენ.
მე სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ აი ის ღამე, როცა შენ დგებოდი და ვერ დგებოდი და ადექი, ის ღამე იყო შენ ცხოვრებაში გადამწყვეტი. კი, აუცილებლად. ეს იყო 2021 წლის 16-დან 17 აპრილამდე. ეგეც სასწაული დღე იყო და გაგრძელებას გეტყვით მაგისას, 1 წლის შემდეგ 2022 წლის 16 აპრილს მსოფლიო არტისტთან ერთად, ჯულიან ჯორდანთან ერთად დაუკარი, რომელიც არის STMPD რეკორდსის წარმომადგენელი და ნომერ 79, ეხლა უკვე ნომერ 60 DJ მსოფლიოში. აუ ძალიან ხო მომახვედრო სერტაზე. შენ შეძე უნდა მომახვედრო სადმე და რა ვიცი თუ დრო გექნება ჩემთვის და თუ მოიცლი იქნებ დაყრაც მასწავლო ამდენი წელი. ჩემთვის იქნება ყველაზე სიამაყე თუ შენ მე მასწავლი იმას რაც ამდენი წელი მინდოდა და ვერ გავაკეთე. ეს იქნება ჩემთვის ბევრად უფრო აი როგორი საამაყო ვერ გეტყვი და ნუ დავტოვებ თანის ოცნებების გარეშე. მე მოხარული ვიქნები პირიქით თუ შეგახსოვთ. ძალიან დიდი მადლობა და მესამესაც ვიტყვი რომ 2023 წლის 16 აპრილს აღდგომა იყო და მაგით საერთოდ მივხვდი რომ ერთი ყველა ჩვენგანის მუდამ მატარებელია თავის გზაზე და ის მუდამ ჩვენთანაა და ვეხმარება ასე რომ განწირულები არ ვართ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, აი ის დიდი ძალა რაც შენ მოიპოვე, შეძელი, რითაც მიყვები ცხოვრებას, ეს კიდევ უფრო დიდი ძალაა, კიდევ უფრო დიდი ძალა შემდეგი პაციენტებისთვის. მადლობა რომ გვესტუმრე, მადლობა რომ გაგვახარე და გაგვაცანი შენი პროფესია, ანი არ დატოვო ისე ასწავლე. აუცილებლად ვასწავლე. ჩვენ შეგვიდა ჩვენ მოვალთხოთ თქვენ კონცერტებზე. შენ არ იცი რამდენი ადამიანი მყავს დაპირებული. ხომ ასწავლი, მაგრამ არ ვიცი, მე ვიპოვი ჩემ თავში იმ ძალას, რომ შენ მე მასწავლო ჩემი ოცნება. ვისურვებდი რომ ამესრულებინოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. გამოგვიწერეთ, გვადევნეთ თვალი ყველა სოციალურ ქსელში, Facebook-ი იქნება ეს, Instagram-ი თუ TikTok-ი. დაგვისვით დაავადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა და მზად ვართ გიპასუხოთ.